ქართული ენერგოკომპანია ქვეყანაში ირანული კომერციული გაზის შემოტანას აპირებს, რომელიც საცდელი მოცულობაც 40 მილიონი კუბური მეტრი იქნება. როგორია საქართველოში ირანული გაზის შემოტანის პერსპექტივა და რა როლი შეუძლია ითამაშოს კომერციულ სექტორს ამ კუთხით? თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გარაყანიძე. ბატონ ზურაბ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და თქვენ მაყურებელს. ბატონ ზურაბ, ფაქტია, რომ რეგიონში ვითარება დაძაბულია, იგივე ირანის კონკურენტ სახელმწიფოებში, როგორც არის რუსეთი და თურქეთი. თურქეთთან ირანსაც აქვს გარკვეული რთული ურთიერთობა, ასევე ვითარება აღარ არის მთლად სტაბილური სომხეთშიც, სადაც უნდა გაიაროს ირანულმა გაზმა. ასეთ ვითარებაში როგორ შეაფასებდით კერძო კომპანიის კონტრაქტს ირანთან? კერძო კომპანიის მიერ ირანული გაზის შემოტანა საქართველოში მე დადებითად მიმაჩნია, იმიტომ რომ ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ორი ან მეტი გაზმომარაგების წყაროდან ქვეყნის ენერგოსისტემის მომარაგება. ამდენად, მხოლოდ აზერბაიჯანულ ან მხოლოდ რუსულ გაზის იმედად ყოფნას ჯობია რომ ირანული გაზის შემოტანა დავიწყოთ, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო იქნება ეს თუ კერძო ენერგოკომპანია. თანაც ირანული გაზის შემოტანას აქვს კიდევ ერთი დადებითი მომენტი და დადებითი თვისება ის, რომ ირანს დიდი ხანია უნდა რომ ევროკავშირში მიაწოდოს თავისი გაზი. ამდენად საქართველოს არა მხოლოდ ირანული გაზის მოხმარების, არამედ მისი ტრანზიტორის ფუნქციაც შეიძლება დაემატოს, თუ კი საქართველოს შავ ზღვაზე მოხდება შესაბამისი დეგაზაციის და რეგაზაციის ტერმინალების მშენებლობა, რაც დიდი ხანია უნდა აზერბაიჯანულ სოკარს თავისი ყულევის BCT ტერმინალის საშუალებით. ჯერ კიდევ 2011 წლებში ყულევის ტერმინალში სოკარმა განახორციელა ხობის შესართავის ფსკერის გაღრმავების სამუშაოები, იმისათვის რომ 16-20 მეტრი დედვეიტის თხევადი გაზის ტანკერებმა მოახერხონ ამ ნავმისადგომზე მისვლა და თხევადი გაზით დატვირთვა. ამდენად ეს სამუშაოები უკვე ფაქტიურად დაწყებულია, საჭიროა მხოლოდ სოკართან ირანელების და საქართველოს მხარის შეხვედრა და მოლაპარაკების დაწყება. რაც კიდევ იმეორებ არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ტრანზიტორის ფუნქციას შეუქმნის საქართველოს. და ბატონ ზურაბ, საერთოდ სახელმწიფო ყოველთვის ბევრად მომგებიან კონტრაქტებს, ვიდრე კერძო კომპანია, თუ ძალიან დიდ გიგანტებზე არ არის საუბარი, რაც საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს. როგორ შეიძლება აიხსნას, რომ სახელმწიფოს კერძო სექტორმა, ასე ვთქვათ, დაასწრო ამ შემთხვევაში? ჩვენი კანონმდებლობით კერძო სექტორის მიერ გაზის ან ნავთობის ან სხვა საწვავის და ელექტროენერგიის შემოტანა არ არის აკრძალული და ეს სრულიად ქვემდებარე მოქმედება, რაც პირიქით სახალისებულიც უნდა იყოს შესაბამისი ლიცენზიების მიღების შემთხვევაში. მეორე საკითხია, რომ აღნიშნული თქვათ სქემა გარკვეულწილად ეწინააღმდეგება უკვე მოქმედ დასავლეთ-აღმოსავლეთის სქემას. კერძოდ დღეს არსებულ საინფორმაციო წყაროებში არსებულ ინფორმაციაში კარგად ჩანს, რომ 9 აგვისტოს პეტერბურგში მოსალოდნელია რუსეთის პრეზიდენტის პუტინის და თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნება ეგრეთ წოდებული თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტის აღდგენის იდეა. 1 აგვისტოს უკვე შეხვდა თურქეთის ეკონომიკის მინისტრი თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ნოვაკს და შედგა მუშა ჯგუფი, რომელმაც უნდა მთავრობისთვის მოამზადოს წინადადებები. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება თურქული ნაკადი უკვე ორად გაიყოს და ერთი მილით გაზი შევიდეს რუსეთის ანაპის როსიისკი გაზსატუმბის სადგურიდან თურქეთის ევროპულ ნაწილში, შემდეგ საბერძნეთის მიმართულებით და მეორე მილით გაზი შევიდეს ვარნასთან ახლოს ბულგარეთში და ბულგარეთიდან იგი მიეწოდოს საბერძნეთ. ეს ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან სახიფათო პროექტია საქართველოსთვის, იმიტომ რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის იმ პროექტს, რომელიც საქართველოსიც გადის და რომელიც სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სახით არის წარმოდგენილი. დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიაზე რა შედეგები შეიძლება დადგეს ქვეყნისთვის ამით? დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტანაპის მშენებლობა, მესამედი ამ გაზსადენისა უკვე აშენებულია, რომელიც არის ფაქტიურად სამხრეთ კავკასიური, როგორც მოგახსენეთ, ბაქო-თბილისი ერზერომის გაზსადენის გაგრძელება და საქართველოს ძალიან დიდი იმედები აქვს ზუსტად ამ პროექტზე დაპარებული, იმიტომ რომ მასში გატარებული გაზი უკვე 3-ჯერ მეტი იქნება, შესაბამისად 3-ჯერ მეტი სატრანზიტო საფასური ნატურალური გაზის სახით დაგვრჩება ჩვენ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ძალიან დიდ მოგებას მისცემს, მაგრამ თუ კი ტანაპის მშენებლობა შეფერხდა რუსულ-თურქული ნაკადის მშენებლობის აღდგენით, ეს ძალიან ცუდი იქნება საქართველოს. და როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მოსალოდნელი ამის აღდგენა?
საქმე ის არის, რომ სამხრეთ კავკასიური უпростоრად რუსეთ-თურქეთის თურქული ნაკადის მშენებლობის აღდგენა სამი ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველი ის არის, რომ თურქეთს უნდა რომ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს დაანახოს, რომ მას შეუძლია სამხრეთის გაზის დერეფნის ალტერნატიული სატრანზიტო წყაროების მოძიება რუსეთის სახით. გარდა მაგისა, თურქეთს აქვს იმის ძალიან დიდი შიშის, რომ რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესება მას მომავალი ზამთრისთვის გაზმომარაგების შეწყვეტას უქადის. კერძოდ რუსეთიდან თურქეთში 60%-მდე გაზის იმპორტი ხორციელდება მოიხსენებათ, რაც ძალიან დიდი მოცულობაა და პუტჩის შემდეგ, როდესაც რუსეთს აქვს მთელი ბერკეტები უკვე იმის გამო, რომ თურქეთს დასავლეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობები აქვს უკვე როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირთან, უკვე ძალიან სერიოზულად არის დგას საკითხი იმისი, რომ რუსეთმა შეიძლება მიაღწიოს თავისას, კერძოდ თუ იმას არა, რომ მოახდინოს თურქული ნაკადის მშენებლობის დაწყება, მიაღწიოს მაინც მემორანდუმის ხელმოწერას სანქტ-პეტერბურგში 9 აგვისტოს და შექმნას წინაპირობები იმისი, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკვე სამთავრობო დონეზე. ეს მას საშუალებას აძლევს მეორე პროექტის, ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის განხორციელების დაწყებისა. კერძოდ, ამითი უკვე ევროპელების ყურადღება გადატანილი იქნება იმისკენ, რომ სამხრეთის მიმართულების ნაცვლად უკვე მთელი გაზმომარაგება მიიღოს რუსეთი-გერმანიის პირდაპირ არასატრანზიტო ჩრდილოეთის ნაკადის 55 მილიარდი წლიური წარმადობის გასადენით, რაც მას ტრანზიტულ უკრაინაზე დამოკიდებულებისგან საკმაოდ სერიოზულად იხსნის. უკრაინაზე დღეს რუსული გაზის უდიდესი უმეტესობა გადაიტვირთება, ტრანზიტდება. გარდა მაგისა, 1/5 რუსული გაზისა მიდის ბელარუსია, პოლონეთის მიმართულებით და თუ კი რუსეთი შეძლებს იმას, რომ სამხრეთის ნაკადიც ააშენოს, თუნდაც 1 მილით, რაც დაახლოებით 16 მილიარდი წლიური წარმადობის გაზმომარაგებას ნიშნავს, იგი შექმნის იმის წინაპირობებს, რომ ევროპა როგორც ჩრდილოეთიდან, კერძოდ გერმანიიდან, ისევე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, კერძოდ თურქული ნაკადით უკვე ხელში ეყოლება. ფაქტიურად გამოდის, რომ კასპიისპირეთის გაზის რესურსები ფაქტიურად გამოითიშება სამხრეთის გაზის დერეფნიდან და როგორც ასეთი ეს დერეფანი უკვე ასს კარგავს. და ეს თემა რომ შევაჯამოთ, ბატონო ზურაბ, 9 აგვისტოს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პუტინი ერდოღანის შეხვედრა, რამდენად შეცვლის ამჟამად არსებულ წონასწორობას და როგორ შეიძლება შეეხოს ახალი გამოწვევების საქართველოს გეოპოლიტიკური მიც, რომელიც დიდწილად არის მიბმული ენერგოდერეფნებზე. ჩვენი აზრით, წონასწორობას რასაკვირველია რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის, იმიტომ რომ რუსეთს უკვე უჩნდება სერიოზული ბერკეტი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის რეალურად განხორციელებისთვის. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩეხია, პოლონეთი, ესტონეთი ძალიან სერიოზულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ გასადენის მშენებლობას, მაგრამ თუ კი აღმოჩნდა, რომ რუსეთი თურქეთს გამოიყენებს იმისათვის, რომ სამხრეთის თურქული ნაკადის საშუალებით მოამარაგოს ევროპის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი, უკვე ეს ქვეყნები ვეღარ აღუდგებიან გერმანიის და საფრანგეთის წინააღმდეგობას. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კასპიისპირეთის რესურსებისადმი გარკვეული ყურადღება დაკარგა შეერთებული შტატების დიდმა ენერგოკომპანიებმა. საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატებიდან დაწყებულია გათხევადებული ფიქლების გაზის სერიოზული რაოდენობით იმპორტი ევროპაში. ევროპაში უკვე შექმნილია დეგაზაცია-რეგაზაციის ტერმინალები, რომლებიც იღებენ დაწყებული პორტუგალიიდან, დამთავრებული პოლონეთით და ლიტვით. უკვე შექმნილია სერიოზული ტერმინალები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით უკვე იღებენ შეერთებული შტატებიდან გათხევადებულ ფიქლების გაზს, რაც კასპიის რესურსების ათვისებისადმი გარკვეულწილად ამერიკულ კომპანიებს სერიოზულ ინტერესს უკარგავს და მხოლოდ BP-სამ არაა დარჩენილი შახტენიზი 2-ის პროექტი და სხვა პროექტები, როგორც არის აფშერონი, მაგალითად, ტოტალი მონაწილეობს. ჩვენ სამწუხაროდ მეტი დრო აღარ რჩება, ბატონ ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ზურაბ გარაყანიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ეკონომეტრის დღევანდელი სტუმარი.